მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე და დღეს ამბავს გიყვებით ნაომარი ქალაქიდან, გორიდან. ეს სივრცე, სადაც ახლა ვიდეოს წერთ, გახლავთ ხელოვნების სახლი. ვიდრე ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, ვფიქრობდი ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე იმ ამბის მოსმენის შემდეგ, რაც აქ მოვისმინეთ ხელოვანებისგან, არტისტებისგან და მაქვს ესეთი განცდა, რომ ჩემი თხრობის პარალელურად ამ სივრცეში წარმოსახვითი მისტერ ცენზურა არის. გნებავთ მისის ცენზურა და ისმენს ჩემს საუბარს. დღეს უნდა ვისაუბროთ ცენზურაზე. ცენზურაზე, რომლის წინაშეც თანამედროვე ქართული ხელოვნება დგას. დგანენ ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ინსტალაცია. ეს ინსტალაცია ახლა არის ძირს გარკვეული ფრაგმენტების სახით წარმოდგენილი ნაომარი ქალაქი ბოდიშ ზარიხტის. ეს ტექსტი აი აქ ცენტრალურ ნაწილში იყო გამოფენილი და დაახლოებით 1 კვირის წინ მიმდინარე იყო ეს გამოფენა. ეს თეთრი კედლები სრულად იყო გარკვეული ფრაზებით დაფარული, იმ ფრაზებით, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანებმა დამოუკიდებლობის მოპოვების დროს ან მისი შენარჩუნებისთვის წარმოთქვეს. გმირი, რომელსაც ელოდები მიხვდები, რომ შენახარ, ეს არის ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც ახლა ამოვიკითხე და რატომ არის მნიშვნელოვანი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს გამოფენა გააკეთეს, არიან სწორედ აი ამ როლში, გმირის როლში, ვინაიდან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამ გამოფენის შემდეგ მათ გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდებოდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, თავისუფალი სიტყვა თავიანთი ხელოვნებით მაინც გამოხატეს და მაინც წარმოთქვეს. მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ ისინი ამ მასშტაბის წინააღმდეგობას ნამდვილად არ ელოდნენ. როგორც ამბობენ, ელოდნენ გარკვეულ დაპირისპირებას, გარკვეულ წინააღმდეგობას, მაგრამ ხელოვნების სახლის დახურვას და აი ამ მოთხოვნის გაჟღერებას ნამდვილად არა და ჩვენ ახლა გიყვებით ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მოყვა გამოფენიდან რამდენიმე დღეში მერიის მხრიდან წერილის გამოგზავნა და ეს წერილი სწორედ ამას გულისხმობდა, დაიხუროს ხელოვნების სახლი, ვინაიდან გორის მერიას ეს სივრცე ჭირდება. აქ როგორც ეს ადამიანები ამბობენ, აბსურდის თეატრის ჟანრში გადავიდა ეს პროცესი, ვინაიდან დაახლოებით 10 წელია ეს სივრცე არსებობს, გარკვეული პერიოდულობით ხელშეკრულება იყო განახლებადი და ეს ხელშეკრულება ბოლოს განახლდა სექტემბრის თვეში. რაც იმას გულისხმობს, რომ რამდენიმე წლით მათ ჰქონდათ უზრუნველყოფილი ეს საკითხი, რომ ამ სივრცეში შეეძლოთ, რომ თავიანთი საქმიანობა გაეგრძელებინათ. ეს საქმიანობა არის გამოფენების მოწყობა, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ასე ვთქვათ, თუმცა დღეს გორის მერია ითხოვს ამ სივრცის დათმობას. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი, რომ აი აქვე მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც აქ გვეუბნებიან, არის თავისუფალი სივრცე, დაახლოებით 30-50 მეტრში, რომელიც არის დაუკავებელი, უფუნქციო და თუ კი გორის მერიას ჭირდება გარკვეული თვალსაზრისით, გარკვეული მნიშვნელობით რაიმე სივრცე, შეუძლია რომ ის გამოიყენოს. წერილში ასევე არ არის აღნიშნული თუ რა ფუნქციით ჭირდებათ ამ სივრცის დათმობა, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად, რამდენიმე დღე აქვთ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელოვნების სახლი დაცალონ და დაუთმონ მერიას, თუმცა ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას. ხვალ იგეგმება მხარდამჭერი ერთგვარი აქცია, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ადგილობრივი, ისევე საქართველოს მასშტაბით ამ ხელოვანებს ყავთ გვერდით და ისინი დღეს უკვე იბრძვიან თავიანთი ხელოვნებისთვის, თავიანთი სიტყვისთვის და ამ სიტყვის გამოხატვისთვის მოპოვებული სივრცისთვის. თავისუფლება შენ ხარ, ეს არის კიდევ ერთი ფრაზა და ის ფრაზა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღეს მათთვის. ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლი ყველა დამნაშავე ქართულ ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვზებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. მე საქართველოში არ ვიყავი და ვნახე ვიდეო და ვუყურებდი გაუგნებული, ანუ არ ვიცოდი რომ ეგ ამბავი მოხდა, რამდენიმე დღის დაგვიანებით ვნახე ეს ვიდეო და რომ ვნახე, აი ძალიან არ ვიცი, გამომწარდი, გაუგიჟდი, რომ როგორ შეიძლება რომ დგახარ და ამბობ ესეთ რაღაცას, სადაც აი მე მყავს მეგობრები, რომლებსაც
სახლი აღარ აქვთ, ანუ სოფლები აღარ აქვთ, მამის საფლავი არ იციან სად არის და ეხლა წარმოიდგინე რომ მაგ ადამიანს ეუბნები რომ იცი რა არის შენ მიხვედე და ბოდიში მოუხადო. როცა ხო ანუ მამის საფლავზე მისვლა არ შეუძლია. ეს ხო აბსურდია, სისულელეა. დედა, მე აქ ვდგავარ, იქ სადაც იდგა დედა შენი და მამა შენი. და ხო ეს ფრაზა იმიტომ მიტრიალებს სულ თავში, რომ გამოხატავს იმ ძიმე სიტუაციას, რაშიც ახლა ვართ და იმ რეალობაში, რაშიც ვართ, რომ გავიდა საუკუნე, მაგრამ იგივე რამისთვის გვიწევს ბრძოლა. და ეხლა უკვე დედებისთვის გვჭირდება ახსნა თუ რის გამო ვარ. საქართველოს აუცილებლად მოიპოვებს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ დამოუკიდებლობასაც შემდეგ დაცვა ჭირდება. თუ არა, ისევე დაკარგავთ როგორც მოიპოვეთ. ამ მომენტში მგონია რომ აი ზუსტად მერაბ კოსტავა სიტყვები უნდა წამოგვეძახოს უხეშად რა ვთქვათ, იმიტომ რომ მოვიპოვეთ ბრძოლით, ტანჯვით, რთული მომენტებით, რომელსაც თვითონ ვერ მოესწრო. ახლა კიდე გვიწევს დაცვა და თუ არ დავიცავთ და თუ ჩვენს გასაკეთებელ რაღაცა აგურს არ დაუდებთ ამ დამოუკიდებლობაში, რა თქმა უნდა, ისევ ისე დავკარგავთ, როგორც მოვიპოვეთ. ამთვალიერებლები რომ მოდიოდნენ, აი ერთი ადამიანი მახსოვს განსაკუთრებით, რომელიც მოვიდა, ჩავიდა, იყო თავის მოსწავლესთან ერთად და იქიდან ამოვიდა და გვეუბნება აი უღრმესი მადლობა ამის შექმნისთვის და აი ეგ რო გავიგე ამ წამსაც რაღაც ჟრუანტელი მივლის, იმიტომ რომ გორი არის ძალიან ჩაკეტილი ქალაქი რა, ანუ ქალაქი არის, სადაც ადამიანები ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, ძალიან ბევრი ტრამვების ბრალია, თურის ბრალია ეს მართლა არ ვიცი მე, მაგრამ ზუსტად მაგიტომ მოგიხადა ამ ქალმა ეს მადლობა, რომ აი იმისთვის გიხდით მადლობას, რომ ყველა სათქმელი თქვით. ვიცოდით, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ნათელი იყო, როცა ეს იდეა გაჩნდა. უბრალოდ არ შეიძლება გაჩერება, არ გამოდიოდა რა. იმიტომ გღრნის შიგნიდან, როცა იცი, რომ რაღაც სათქმელი გაქვს და არ აკეთებ რაღაც მიზეზების გამო. გავთვალეთ რა პრობლემები შეიძლება მოუყოლო და ამ ყველაფერს. და არგუმენტი პირდაპირ იყო ის, რომ აი ადამიანები არიან, ვინც გვერდში დაგვიდგებიან. და არ არის აქ მარტო საუბარი გორის მოსახლეობაზე, არის საქართველოს მასშტაბით ხელოვანებზე და არტისტებზე საუბარი. ეს სივრცე იყო საზოგადოებრივ საპირფარეშოდ ქცეული და ფაქტობრივად დანგრევის პირას მისული და ჩვენ რომ არა უბრალოდ დაინგრეოდა და გასწორდებოდა მიწასთან. 2016 წლიდან დავიწყეთ ამ სივრცის კეთება და 2016-ში გვაქვს პირველი უზურპუქტის ხელშეკრულება. ესეთი ტიპის ხელშეკრულება არსებობს, როცა არასამთავრობო ორგანიზაციას მუნიციპალიტეტი გადასცემს გარკვეულ ტიპის ქონებას კონკრეტული საქმიანობისთვის და არა რაღაცა ვთქვათ. და ეს კონკრეტული საქმიანობა ჩვენ შემთხვევაში არის საგამოფენო საქმიანობა და არაფორმალური განათლების ცენტრი, შეხვედრების სივრცე. და 2016, 18, 20, 22 და 24 წელს უკვე გაგვიახლეს სექტემბერში, სექტემბრის ბოლოს და 26 წლამდე ქონდა ამ ხელშეკრულებას ვადა. ეს ქალაქი იბომბებოდა და ხალხი დაიხოცა. ეხლა აქ ამ კონკრეტულ ადგილზე არა, მაგრამ აი ციხის საპირისპირო მხარეს ჩამოაგდეს აქ ძალიან ახლოს კასეტური ბომბი. ეს ეხლა ხალხს ახსოვს. აი მაგალითად რომელაშვილების მამა ტანკისტები იყვნენ, ძმები რომელაშვილების ქუჩაც გვაქვს. ხო, ანუ რომელაშვილების მამა იმდენად სევდიანად თქვა რომ მე როგორ უნდა მოუხადო ბოდიში ჩემი შვილების ყრელებს, ხო? რა ვის კაცი აქ ცხოვრობს, არსად არ წასულა. ანუ ჩვენი მეზობელია და მოსახლეობამაც ესე გაიგო, როგორც თქვენს, ისე გაიგო ყველა. თავისთავად ამ ინსტალაციის ძირითადი და ასე ვთქვათ, თავარი ფრაზაც ზუსტად ეგ გამოჩნდა, ეგ იყო, რომ ნაუმარი ქალაქი არ მოიხდის ბოდიში და ვერ მოიხდის. ცალსახად არის იმ ინსტალაციის გამოძახილი და ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მეტი არაფერი, ეგ არის და ეგ. არ მოეწონათ და ერთგვარი დასჯის მექანიზმია, ეგ არის და ეგ. ხვალ არის 20 დეკემბერი, საღამოს 5 საათზე ჩვენი მხარდამჭერების ასე ვთქვათ, ის გვაქვს შეკრება. სადაც ყველა საშუალება ექნება, რომ გამოთქვა სამსჯისთან და ჩვენთან დაკავშირებული პატარა მოგონებები ან რაღაცა მოწოდება არ აქვს მაგას ის. და შემდგომი რაც არის, ეს არის სამართლებრივი დავა
დავიწყეთ უკვე სასამართლოში შევიტანეთ და სხვანაირად ვერ წარმოგვიდგენია ეხლა. უბრალოდ ეხლა დავთმოთ სივრცე იმის გამო რომ თქვათ ვიღაც კონკრეტულ თანამდებობის პირს რაღაც არ მოეწონა ეგრე არ არის რა.